მოგესალმებით ხვამლი არენადან თბილისიდან. თბილისური დაპირისპირება გველოდება წინ ხვამლი, სადაც ლევოს დაუპირისპირდება ძალიან კარგი თამაშის მოლოდინში. და აგერ ბეტოქის 5 მეტრიაში არიან, უკვე თუ გამოჩნდება ეხლა ბურთი და ჩანს ბურთი, მორიგი მიძალება ექნებათ მათ ფორვარდებით და ეცდებიან დაჯაბნონ ეხლა მოწინააღმდეგე ახლო თამაში. კარგად იცავს ჯერჯერობით თავს ხვამლი. შვენიერია უჯარიმოდ არნაირი უპირატესობა არ აქვს ლევოს. კარგი იყო ეს დაცვაც და რა ხდება აქ? ბურთი სად არის და მატჩის პირველი ლევო. მატჩის პირველი ლევოს დაიდო, ზუსტად ვერ დავინახეთ მორაგბე რომელმაც ეს არის, კონტაქტებიც არის, აქ მარტო ლელო ხო არ არის რაგბის თამაში, ხო? იგივე ის კონტაქტები თავის სილამაზე წეს და ფიქრობ მაყურებელი სიამოვნებას და რა ბურთი ჩაჭრაი ამას ვამდი ლუტიძე ძალიან საშიშია ასეთი სიტუაციებში და ვერ დაეწია. თუმცა რა ბოჭვას ასრულებს აქ ლევოს 11 ნომერი. გაგაკევხიშვილმა გადაარჩინა გუნდი ლევოსგან იმ მომენტში, თუმცა ლაშა მალაღურაძემ მაინც შეძლო ამ ლევოს გატანა. ყოჩახ აუცილებლად ქებადაგება ლევოს 11 ნომერს გაგაკევხიშვილს, ასევე ქებადაგება ზაურ ლუტიძეს, რომელიც გუნდის კაპიტანია და ლუტიძე განსაკუთრებით ესეთ ეპიზოდებში. აქაც კარგი წინსვლა ჰქონდათ ვარდოსანიძემ. რა კარგად მოიშორა იქ ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ვარდოსანიძემ იმ კონტაქტში. ციკლაური მაღალ ტემპში უტევს ლაშა მალაღურაძე, თაყაიშვილი გავიდა ეს გადაცემა და გიორგი ჯობავა. იბატონო, ათამაშდნენ იმ გატანილი ლელოს შემდეგ ხვამლელები ეხლა უკვე თავისით განახორციელეს საკმაოდ კარგი ისეთი სწრაფი შეტევა, გაჭრეს ხაზი, თაყაიშვილი კარგი სიმწიარე აქ და უნდა გაიჭრას ეს ხაზი. საბა არჩვაძე ცდილობს აქ წინსვლას, ორი მოთამაშე დაუხდა, მას შეაჩერეს, გადავიდა რაკში ბურთი. რა საჩეძრა როგორ არ გავიდა იქით, თუმცა მაინც ლელო ვიხილ. სამოლოო ჯამში ჯაბა სიხარულიძემ მაინც გაიტანა ეს ნოლო გიორგი ჩიქოვანმა გაჭრა ხაზი და კარგად იარა წინ, იქ შეიძლება არასწორი მიმართულება აერჩია, რის გამოც ჩვენის ხელში. ხო, ნუ პლეი-ოფში აუცილებლად მოხდება. თაყაიშვილი ზუსტი არის და გაიჭრა ხვამლმა დაიბრუნა ისე უპირატესობა 10 მეტრიდან. ეს დარტყმა შესრულებული პეტრე ხუციშვილი გათანაბდა ანგარიში და მაგარი ბოლო წუთები გველოდება წინ. ტაიმში ვიხილეთ. იბატონო უკა თაყაიშვილი. ეს ჯარიმა ზუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე ხვამლი გავიდა წინ და იგებს ამ თამაშს, უმნიშვნელო დაკიდებს საბრძოლოს აქ. იბატონო, უკა სუბაშვილი დაიტოვა ბურთი უკან იყო. ხვამლი ციკლაური კიდეზე ხوار დაარტყავენ თაყაიშვილი და იგებს ხვამლი ამ თამაშს. უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ლევოს არასენსი 2026 წელს პირველად დამარცხდა მეხუთე თამაში. და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა თბილისის ხვამლმა, რითიც სატურნირო ცხრილში მოაგროვა 34 ქულა, გადაინაცვლა მე-7 ადგილზე და ეხლა უკვე ელოდება არმიას თამაშს. კი ბატონო. ხოლო